96 წლის ნოემბერში ჩემი მანქანით ავიყვანე ჩემი ცოლშვილი შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტერში. იქ გავიცანი მამაშიო, ძალიან თბილი და ტკბილი ურთიერთობები ჰქონდა მამაშიოსთან და მინდა გითხრათ, რომ მამაშიომ მაკურთხა, რომ ყოფილიყავი სამრევლო საზოგადოება შავნაბადას თავმჯდომარე, შემდეგში კავშირი შავნაბადას თავმჯდომარე და გვეწარმოებია ერთობლივად ის დიდი საქმე, რასაც ეს სამრევლო საზოგადოება მოიცავდა. დავიწყებ იმით, რომ მონასტერში ჩვენ გიმნაზიის მოსწავლეები აქვავდა, საზაფხულო სკოლა ჰქონდა შავნაბადას მონასტერში და მთავარი ჩემთვის იყო ის, რომ მონასტრის ტერიტორია რომ დამესუფთავებია და დამეწყრიალებია და ჩემი ბავშვებით ვახერხებდი იმას, რომ ვალაგებდი მთელ მონასტრის ტერიტორიას სიგარეტის ნამტოვებისაგან და იმ ნარჩენებისა და ნაგავისაგან, რასაც მონასტრის ტერიტორიაზე ტოვებდნენ იქ ამოსული მომლოცველები თუ მომლხენები. და ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა. იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც სულ მარტო მე თვითონ ვკრებდი სიგარეტის ნამტვავებს და პარკში ვაგროვებდი და შემდეგ ვაჩვენებდი ხოლმე მამაშიოს თუ რამდენი სიგარეტის ნამტვავი მოვაგროვე მონასტრის ტერიტორიაზე. და როდესაც დავასუფთავებდი ამ ტერიტორიას, სხვათა შორის ძალიან რთულია სიგარეტის ნამტვავების აკრება. ძალიან რთული საქმეა, რომ მონასტერი ამ სიგარეტის ნამტვავებისაგან გაათავისუფლო, მაგრამ ღმერთის წყალობით და შეწევნით ამას მე თვითონ ვახერხებდი. მონასტერში ასევე ავიყვანე ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის ფედერაცია, მისი პრეზიდენტი ბატონი ნუკრი მჭედლიშვილი, მამაშიო მაკურთხა და დალოცა ეს ხრიდოლის ფედერაცია თავისი მასწავლებლებით და მოსწავლეებით და მახსოვს, რომ ეს სამოსი ჩოხა, რომელსაც იცვავენ თვითონ ეს ფედერაციის მოსწავლეები, ეს ჩოხებიც კი უკურთხა მამაშიო. შავნაბადას მონასტერმა ააშენა ფოკაში მამათა მონასტერი და ამ მამათა მონასტრის მშენებლობაში მივიღე თავიდან მონაწილეობა. შემდეგ შავნაბადას მონასტერს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაევალა დარიალას მონასტრის მშენებლობა. და რა თქმა უნდა, დარიალას მონასტერშიც ჩვენ დაგვყავდა ჩვენი გიმნაზიის უფროს კლასელები და ვიღებდით მონაწილეობას დარიალას მონასტრის მშენებლობაში. ასევე შემდეგ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ წითელხიდზე მონასტრის მშენებლობა და წითელხიდზედაც ჩემი გიმნაზიის მოსწავლეებით ვიღებდი მონაწილეობას ამ მშენებლობაში. ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს მონასტრების მშენებლობა და კავშირის თავმჯდომარეობა, იმიტომ რომ მონასტრის მშენებლობაში, როდესაც ჩემი მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, აუცილებელი იყო, რომ მეც იქ უნდა ყოფილიყავი, მათ აუცილებლად იქ ჭირდებოდა ჩემი ყოფნა და ამიტომ ძალიან მიჭირდა ამ ორი თანამდებობის ერთმანეთთან შეთავსება.
მაგრამ ღმერთის წყალობით მაინც შევძელი და მაინც ეს საქმე მივიყვანეთ ბოლომდე. შავნაბადას მონასტერში მამაშიოს კურთხევით და ჩემი მოწადინებით შევიძინეთ ქუთაისში ფუტკარი. მამაშიო და მე ჩავედით ქუთაისში, იქ ვნახეთ საოცარი მეფუტკრე, რომელსაც საოცარად მოწყობილი ლამაზი ეზო და ძალიან ბევრი სხვადასხვა ფერის სკები ჰქონდა და როდესაც ეს სილამაზე ვნახეთ, ძალიან გაგვიხარდა მამაშიოსაც და მეც, რომ ქართველი კაცი ესე ლამაზად ცხოვრობდა და ესე ლამაზად ჰქონდა მოწყობილი თავისი ეზო გარემო. მოკლედ ქუთაისიდან წამოვიყვანეთ 10 თუ 15 ოჯახი და შემდეგ მონასტერმა და მონასტრის საძმომ გაამრავლეს ეს ფუტკრები და მე რო შავნაბადას მონასტრიდან რუის-ზურგნიში გადავედი, დაახლოებით 200 ოჯახი ფუტკარი ყავდა შავნაბადას მონასტერს. ასევე აუცილებელი გახდა, რომ შავნაბადას მონასტერს შეეძინა საბოსტნე მიწები და მამაშიოს კურთხევით ჩვენ ყუმისში შევიძინეთ საბოსტნე მიწები და კავშირის სახელზე მე ვაფორმებდი, მე დავდიოდი, მე მიმყავდა ეს მიწის მესაკუთრეები და ვაფორმებდი ამ მიწებს. შემდეგ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ მელანში აუქციონზე იყიდებოდა 63 ჰექტარი მიწა. და მამაშიოს კურთხევით მე წავედი, მივიღე ამ აუქციონში მონაწილეობა და მონასტერმა შევიძინეთ 63 ჰექტარი მიწა ღვინისა და სხვადასხვა პროდუქციის დასამზადებლად. შემდეგ აუცილებელი გახდა, რომ მონასტერს ქონოდა თავისი მარანი და მამაშიოს კურთხევით წავედი სოფელ ტყემლოვანაში. მაშინ იქ ძალიან ცუდი გზა იყო და რომ იტყვიან ძლივს ჩავედი, ვიპოვე ეს ხალხი, ვინც ქვევრებს თიხისაგან აკეთებდნენ, მექვევრეები და მონასტერმა შევიძინეთ 60 ცალი 3 ტონიანი ქვევრი. და დღეს ეს ქვევრები მონასტრის მარანშია და ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მაქვს მიღებული. ასევე სოფელ ყუმისში ჩვენ ავაშენეთ 4 სართულიანი პატარა კორპუსი სატაძრო მედიცინის ცენტრის დასაარსებლად და ამ კორპუსის მშენებლობა მთლიანად მე დამევალა და მე ავაშენე და თავის გათბობით, თავისი ცხელი და ცივი წყლით და კეთილმოვაწყვეთ ეს სატაძრო მედიცინის ცენტრი. ასევე შავნაბადას მონასტერს ვაჩუქე ჩემი საკუთრება ნავთლუღის ქუჩა ნომერ 7-ში. იქ მინდოდა, რომ სამშენებლო ფირმა დიდოსტატი დამეფუძნებია და გამეკეთებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელი და ეს ოფისი, გარემონტებული ოფისი გიმნაზიის ხარჯებით გავარემონტე, საჩუქრად გადავეცი შავნაბადას მონასტერს და სამსართულიანი, ესე ვთქვათ, პანდუსიანი შენობა არის და ეს შევწირეთ ჩემმა ოჯახმა შავნაბადას მონასტერს. ჩემი მოღვაწეობა შავნაბადას მონასტერში განპირობებული იყო იმით, რომ მე ძალიან მინდოდა,
რომ გამختარიყავი სასულიერო პირი. და ძალიან მინდოდა რომ გამختარიყავი დიაკონი. სულ მახსენდებოდა მამაჩემის სიტყვები რომ მე რომ მამა ცოცხალი მყოლოდა, უდელი თუ არა დიაკონი გამოვიდოდია. და ერთ დღეს მამაშიოს ვთხოვე რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა რომ მეუფე იაკობისათვის დაესვა საკითხი ჩემი დიაკნობის შესახებ, რადგან მე დავითნეობა უკვე ასე თუ ისე შესწავლილი მქონდა და უფრო მეტად დავინტერესდებოდი და უფრო მეტად ვისწავლიდი, თუ კი ამის შესაძლებლობა მომეცემოდა. მამაშიომ მაკურთხა რომ ჩადი მეუფე იაკობთან და დაპატიჟე შენთან გიმნაზიაში მიიწვიე და დავათვალიერებინოთ, ვაჩვენოთ რა საკეთებ, მოუთხროთ ყველაფერი და შემდეგ შეიძლება ამ საკითხზე საუბარი. მართლაც 27, 28 და 29 დეკემბერს 2014 წლის აი 3 დღე გავატარე მეუფე იაკობის მისაღებში. 27 დეკემბერს ველოდე დაახლოებით 4 საათი. იქ შედიოდნენ და გამოდიოდნენ სასულიერო პირები, საერო ადამიანები და მე რატომღაც მეუფემ არ მიმიღო. 28 დეკემბერს ველოდე დაახლოებით 3 საათი და არც 28 დეკემბერს არ მიმიღო და მისმა ძმამ ბატონმა კახამ მითხრა რომ ძალიან დაკავებულია მეუფე და ეჩქარება უნდა წავიდეს და არ შეაწუხო და ესე მეორე დღესაც არ მიმიღო. 29 დეკემბერს უკვე ჩემი კეისით ფეხზე ვიდექი, იქ აღარ დავჯექი და დაახლოებით 3 საათი ვიდექი ფეხზე. და მისი ძმა მეუბნება რომ მეუფე ძალიან დაკავებულია, არცალია და ასე შემდეგ და ხედავ რომ მეუფესთან შედიან და გამოდიან მასთან შეხვედრის მსურველები და როგორც იქნა მეუფე გამოვიდა თავის კაბინეტიდან, მე მასთან მივედი, ხელზე ვემთხვიე, კურთხევა ავიღე და ვთხოვე რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა 5 წუთი ჩემთვის დაეთმო რომ მინდოდა მასთან საუბარი. აი ეს ჩემი სიტყვები იყო და მეუფემ დაიწყო ყვირილი, ამოვარდა კალაპოტიდან, რა გინდა ჩემთან, რას დამდევ მე, ვინ ახარ შენ, რატო უნდა მოვიდე შენ გიმნაზიაში, ეს ხო კერძო სკოლაა, ეს ხო საპატრიარქო სკოლა არ არის, თავი დამანებე და ამას იმხელა ხმაზე გაკიოდა რომ მე გაოცდი და ორივე ხელით მევთხარი მეუფე დაწყნარდი, დამშვიდდი, კი ბატონო, გასაგებია და რაღაც ვიზავდი, ავდექი და წამოვედი. ავედი მამაშიოსთან და მოუთხრე ეს ყველაფერი. და ვთხოვე კურთხევა რომ რუსთავში გადავსულიყავი მეუფე იოანესთან. მამაშიო მაკურთხა რომ ერთადერთი მეუფე იობი არის, ვისთანაც შენ წახვალ.